გამარჯობათ ხალხო, მესამე სეზონის მე-9 სერიაზე ვართ და თან სტრიმზე ვარ და თან დავარეაქტებ ეს გადავახვიოთ, რაც წინა სერიაში მოხდა იგი არის და ოპა, მოვედით აქ. კარგით ბატონო უნგერ. ხოთაშორის დაპატარავებულია სერიალს და ლაიქით არხი გამოიწერეთ ხალხო. თქვენს ოთახში ცოტა ხანს კიდევ იმუშავებენ ექსპერტები. ხვალდილას კი თუ შეიძლება ჩემთან მოგწანდით ქალაქის პროკურატურაში და რაც ახლა მომიყევით ყველაფერი ქაღალდზე დავაფიქსიროთ. დაცვა გაძლიერებულია, ნუ გეშინიათ. ნახვამდის. ნახვამდის. კარგად ბრძანდება. ხუმარაჯუბებდა, ცეცხლაძის წინადადება მიგეღო და ამაღამ მასთან გადასულიყავ. არ გამახსენე, ცეცხლაძე უზრდელი ვირიშვილი. გითხო ყველაფერს აკონტროლებს. კარგად ხედავ, რასაც აკონტროლებს. ოფიციანს კლავენ ნომერში, ეს აწესრიგი. და ვერ მოწვა ეხა ამან რო ანუ ოფიციანს კი არ კლავენ. რას? ესე გონათ. როგორც ეს გამომძიებელი ამბობს. ვიღაც ჩემს გასაძარცვად შემოიბარა ნომერში. ამ დროს შემოვიდა ოფიციანტი. შემთხვევით შეესწრო ამ ამბავს და ზარცველმა დანა დაარტყა. ასე არ თქვა? ეთყობა ეს მიიჩნია ეს მთავარ ვერსიად და? კი, მაგრამ რატომ არავის დაება და კითხვა რა უნდა და იმ უბედურ ოფიციანტს ჩემს ნომერში? გამოძახებით მე ეგარ გამომიძახებია. თქვათ და ვიღაცამ გამოიძახა და იმ საწოდავს ნომერი აერია, მაგრამ მე რა მოხდა? რა, ნადავლი ვერ გაიყვეს და ამიტომ დაერიენ ერთმანეს თუ რა? სისულელია ეს ყველაფერი. საქმე იმაშია, ჩემო უნგერ, რომ ოფიციანტი შენთან გაძარცვის მიზნით არ შემოსულა. აბა რა უნდა და? ეს რა არის? კომპიუტერის დისკეტა. მოკლულ ოფიციანტს ედო ჯიბეში. მაინც ვერაფერი გავიგე რას ამბობ. შენ გახსოვს ის ოფიციანტი შენთან ნომერში კონიაკს ოსვამდი და ხილი შემოიტანა. იმ ახსოვს მერე? აი ეგ მოკლეს. დღეს ჩვენი რესტორანში ყოფნის დროს ამოვიდა შენთან ნომერში კომპიუტერიდან ინფორმაცია რომ გადმოეწერა, მაგრამ ოთახში ვიღაც დახვდა. ზარცველი. არა, ზარცველი არა, დაქირავებული მკვლელი. აიცადი, შენ თრალი ხომ არ ხარ? ცოტა კი. მაგრამ ეს არ მიზარცვლის. კაცო, ესე იგი, დაქირავებული მკვლელი. ჩემს ნომერში ოფიციანტს ელოდებოდა? მე არ მithქვამს ოფიციანტს ელოდებოდა მე. ნერვებს მღერის უკვე. შენ. მე მელოდებოდა კილერი? ომგერ მომისმინე. დანა პირდაპირ გულშია ჩართმული და ტარამდია შესული. ასეთ მათემატიკური სიზუსტით უბრალო მძარცველი ამას ვერ შეძლებდა. შენ რო ჩვენ ამას აძლევდი, გახსოვს მე რამდენიმე წუთით გავედი. კი. მერე? დაქტილოსკოპის კითხე რა აღმოაჩინა და გაირკვა რომ კულეს თითის ანაბეჭდიც კი არ დაუტოვებია. ფეხის წერიც კი არ ჩაუდგამს ამოდენას სისხლის გუბეში. პროფესიონალის ნახელავი ამას წყალი არ გავა. ეს აწყალი რეზო. კაი კაციო. რეზო ვინ არის? მაგ ოფიციანტს რეზო ერქვა, რეზო ტუღუში. ისე ჩათვალე რომ სიკვდილს გადაგარჩინა. უშიშროების თანამშრომელი. ესე იგი, ჰასან ცეცხლაძის კაცი იყო? არა. სახელმწიფო უშიშროება მაქვს მხედველობაში. მე სახელმწიფო უშიშროება მithვალთვალებს? დიახ. არა მარტო შენ, ჩემო უნგერ. აბა კიდევ ის. გრონიჩევს, სერაგიას, რასულ ალ-ჯაჰის, აზიზ იბნ ღაზალის, ჰასან ცეცხლაძეს. მაგრამ თამაშობს ესეც როგორ შეიცვალა სახე და როგორ ისაც კი რა იბეკავშირი აქვს არზამას 19-დან გამდიდრებული ურანის გატაცებასთან. არა, ნუ როგორ და აკადემიკოს ვინოგრადოვის შეიცხადა და სახეზეც ჩანს ეს ყველაფერი. კაცო ვინ ახარ შენ? მე სპეცდავალებას ვასრულებ. და ამდენ მატყუებდი. სპეცსამსახურების ენაზე მას სხვა რამე ქვია. დღეს რესტორანში იმით დაკვადიჟეთ, რომ ცხონებულ რეზო შენ და რასულის კომპიუტერებიდან ინფორმაცია გადმოეწერა.
მე დარწმუნებული ვარ, ამ დისკეთზე რასულის კომპიუტერი და გადმოტანილი ინფორმაცია. ისე შენ ძალიან ფრთხილად უნდა იყო, რომ შენივე ბანდის წევრებმა არ მიგაცხრილონ. დალევრამეს. რას მეკვლებ? შენმა ბანდიტი მიწოდე. რასო, ეროფეევი და ვინოგრადოვი გაასაღეთ. ურანი გაიტაცეთ. აჭარის მთავრობასთან და სუდანელ არაბებთან დანაშაულებრივი კავშირი დაამყარეთ. აბა რა უნდა გიწოდო? რა? უნდა დამაპატიმრო? სიმართლე გითხრა სიამოვნები დაგაპატიმრებდი. მაგრამ სამწუხაროდ აქ ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება. პირიქით ახლა შენ რო აქედან გახვიდე და ცეცხლაძეს მოუყვე რა გითხარი? მაშინ მე აჭარის უშიშროების იზოლატორში აღმოჩნდები. აბა რატომ იგდებ თავს საფრთხეში? წელი გინდა? თქვათ ასეა. არა. არც ისეთი იდიოტი ვარ, რომ ეგ დავიჯერო. მადლობთ, კარგი აზრის ყოფილ ხარ ჩემზე. არა. წილს არ თხოვ. აბა, თანამშრომლობას გთავაზობ. და უარი რომ გითხრა? მოკლავეთ. შენი საქმე უკვე გააკეთე, აღარავის ჭირდება. შენ წინ ფულს გაიყოფე მოზგია და სახიფათო მოწმესაც თავიდან მოიშორებენ. შვენივრად იციან, რომ მათზე გასვლა ჩვენ მხოლოდ შენი საშუალებით შეგვიძლია. მითხარი ახლა რა უნდა გავაკეთო? ახლა კონიაკი უნდა დალიო და კარგად გამოიძინო. დანარჩენს ხვალ გეტყვი. დალია, ნუ გეშინია. მოწამლული არა? გიჟი ჩემი ჟინორია თო ამდენი სმა იქნება გოგონა მოდი რა შენი ჭირიმე რა მოგვაქცე ყურადღება რა რაღაცა მოგვიტანე რა ან არაყი ან კონიაკი არაყი თუ კონიაკი არაყი რა გინდოდა რა თავსი კლავდი გამაგებინე თუზოხარა თავი დამანება რა შერაგენაღლება წვეთი არ დაგილევია ურა დღეში ვარ ბიჭო იმ საშინელებას რა დამალევინებ და რა ფერი ქონდა იმ ღვინოს არ გასავთ ნუ ახსენებ თუზმა რა გადაუტანია ამ საცოდავ გურამს და აბა რა ეგონა შენ ადვილი გუნია რა შერაგეს დაბრედვადო ხიზლად უნდა ვიყოთ ძმო ხიზლად ეს რეზო გამაგიჟებს და სად არის ჩემისა რა ტიპია ვაფშე ნუ ჩქარობ რა როცა საჭირო იქნება გამოჩნდება არაფერი არ ვიცი გივისალ მევიდე კოშკამ მითხრა რომ თანამგზავში არისო ის მაინც ხმესოდინება ჩამოვიდა თუ არა ზერაგია შენ ლადოს ინსტრუქცია დაგავიცდა რა კავკარი ლადოს თაკო როკი გუგო ვიდარი თო ერთია რა ორი რო არა რო ხედავ როგორ ხარ კარგად შენ აქ ხარ ხო შენ მეც შტოიორიცე ეს გაიცანი ბიძინა ეს თაკო სესიუმო გამახსენდა ნანახი მყავს ტელევიზორში დავწადეთ არახს ვარდალებთ რატომაც არა გაშო ვიღე ბაბუინებს რაღაც ვიღებ ოპერატორი გამიქცა რატო წოხალ თანამგზავში გაალახეს და თბილისში წავიდა ვა კამერაც კი ნახამ დაგვიმტრიეს იმ დებილებს ეს კამერა ამას დაუტოვა თანამგზავში რა გინდოდათ გევინს კირილს ინტერვიუ ვთხოვე და მცველები მომისია
რა ვქნა არ ვიცი. ეს ინტერვიუ თუ არ ჩავწერე თბილისში ვერ წავალ. მუშაობს რა გინდა? უბრალოდ გადაღების დროს ეს უნდა გეჭიროს ხელით რა. შენ რა გესმის ეგეთი რაღაცეები? ცოტა ხო. ესე თუ გინდა ინსკრიბელთან წამოყვები და მე გადაგიღებთ. ერთლა? ხო, რაი. არა, ახლოსაც არ გაგვიკარებს. ესე გაგვიკარებს, როგორც დაგიბარებია. ხელექსო პიტურება აგი სამში დაიწყო მე მგონი გადაღება ზუსტად არ ვიცი. Ничего себе место встречи. Вы принесли, что мы просили? Кто это мы? Слушай, парень, я тебя не знаю и знать не хочу. Мне позвонил тот человек, который должен был позвонить. Я принес то, что он просил. Давайте. Порядок. Слушай, парень, я не спрашиваю, нахрен тебе эта штука. Но я тебя не видел, и ты про меня забудь. Понял, блядь? Не волнуйтесь. Мы увидимся первый и последний раз. Ну, пошли. Сперва уйдете вы. Ты кому вздумал приказывать? А ну, кругом и шагом марш. Давай, товарищ генерал, топай к своим солдатикам, блядь. Срадай, чувак, айгас. ასე რომ მაგ შენი ძალისმიერი მეთოდებით ვერაფერს გახდები, ამიტომ ჯობია დამიჯერო. რა დაგიჯერო? როდესაც გეტყვი. დარწმუნებული ვარ, ახლოსაც არ გაგვიკარებს. კაცო, შენ მე დამიჯერე და აგერ ნახავ თუ არ გაგვიკარებს. კი იყო უკვე სანამ რომ დაასხა.
ვა, გამარჯობათ. ბატონო გივი, ძალიან გთხოვთ, მხოლოდ 3 შეკითხვაზე გამოცით პასუხი, კარგი? 3-ზე თუ 2-ზე? 3-ზე. ამას წინათ რომ მითხარი 2-ზეო? მოგმატა? კარგით რა ბატონო გივი. უცურვად ვიცი. ვიცი რატომ მეკითხებით. მოდი ასე მოვიდაბარაკოთ. იმ ბუიოხს ხედავ? ხედავ მერე? რამდენჯერაც იმ ბუიოხთან გახვალ და უკან გამოხვალ, იმდე შეკითხვაზე გიპასუხებ, მოსულა? თქვენ რა მაშაყირებთ? თაკო, რა თაკო რა? კაცო, რა გითხარი მე შენ? მიდი გაიხარე და შედი. თქვენ რა ერთმანეთ შეეკარით, არცადაც არ შევა. მაშინ წავიდეთ. სიტყვა? სიტყვა. ეხა გავგიჟდები. არა ძმაო, ამ გოგოს დიდი მომავალი აქვს. ბატონო გივი. აპატიეთ, მაგრამ მის რეზოა თუ ვიღაც აღარ გამოჩნდა და გადავწყვიტე რომ პირადად შეგხვედროდით. ეს ამბავიც მაგიტომ დამჭირდა რა. სწორად მოიქეცი. რეზო მოკლეს ბიჭო. მოკლეს? თქვენ კაცო გაზეთებს არ გითხულობთ? ა? მე მეტყვით რა მოხდა? ჩემი ვარაუდით კილერი შეცდა. ეთყობა კაკაურიძის მოკლა უნდოდა და შემთხვევით მის ოთახში შესული ჩვენი აგენტი შემოაკვდა. კილერი? ხო. კარგია რომ მოხვედი. უნგერ ჩვენი დახმარება სჭირდება. ახლა თითქოს საფრთხე არ ემუქრება. რადგან თვითონ შინიდან არ გამოდის და კილერი კიდევ სასტუმროში შესვლას ვეღარ გაბედავს, მაგრამ შეიძლება ფანჯარაში ესროლოს. ამიტომ სასტუმროს ირგვლივ ყველა შენობა უნდა გააკონტროლოს. თაბაღაი რა შვება? ნომერში ძინავს. იმ საქმის რა გაარკვიეთ? ბიძინა დარწმუნებულია რომ ურანის კონტეინერი გონიოს ციხეში ინახება. მეც ასე მგონია, მაგრამ ჯერ ამ ინფორმაციას გადამოწმება ჭირდება. გასაგებია. მაგას მე გადავამოწმე. ბატონო გივი. უჩა ზერაგიაც თანამგზავრში ცხოვრობს? არა, ჯერ არ ჩამოსულა. როდი შემოდის? ნიჟარაძე. შენ ბატარა ჭკუითი. ინსტრუქციის გარეშე ნაბიჯი არ გადადგა, თორემ ხომ გახსოვს მაშინ რა მოხდა? ისე დაგდების უღავია. რაც გულისხმობ და ეგაძეზე თავდასხმას. იმედი ამის შემდეგ ცოტა ჭკუას ისწავლით. ემიო დაუძახი ამ გოგოს არ დაიხჩას, გამოვიდეს თუ კაცი. რატო? გეყოფა, გამოდი. სად იპოვე, სად? თბილისი დავისნო. ამან გენოშავდიას და ქათამაძეს დღე აყარა მტრისას. ეგ არის? ხო. გამოვიდეს არ დაიხოს. აი ეს დისკეტი. ჯიბუტს გადაეცი. როდის? რაც შეიძლება მალე. მაგრამ ჯერჯერობით აქ გჭირდებით ორთავე. გასაგებია? გასაგებია. თაკო! გეყოფა! ბატონი გივი თანახმაა! ამოდი, შვილო, ამოდი! ოღონდ შენ არ დაიხჩოდა, 3 შეკითხვაზე კი არა, 300-ზე გიპასუხებ. ბიძილა როგორ მევასება რა პახოტკა. ეს არის. ხო. აჰა. ესე შენი სპუტნიკი. ბატონო. ვა. ახედა ყველაზე კარგად ჩანს, ბიჭო. მალადეს
მოიცკირვენი. გაგიმაზავ რა. რომ კილერი აი ამ კრიშალზე გაიჩიტება. დარწმუნებული ვარ ამ დღეებში უჩა ზერაგია დაგირეკავს. ზერაგია? ხო. მე რა უნდა უთხრა? დაწვრილებით მოუყევი ყველაფერი, რა მოხდა და როგორ მოხდა. კი, მაგრამ შენ თვითონ არ მითხარი, მკვლელი ზერაგიას დავალებით მოქმედებდა, ხო? ხო და მაგაშია საქმე. მერე? იმან ყველაფერი მშვენივრად იცის. ამიტომ დამალვა არ გამოვა. თან უნდა შეგატყოს, რომ ძალიან შეშინებული ხარ. მაგის თამაში ნამდვილად არ გამიჭირდა. უთხარი, დღეს ვევანებებ ყველაფერს თავს და მოსკოვში მოფრინავ თქო. მოსკოვში? ხო. საქმისთვის ასეა საჭირო. სინამდვილეში არსად არ წახვალ. აქ დარჩები და ერთად დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ახლა ერთი რამ მინდა გკითხო და გულწრფელად მითხარი. სად არის დამალული ურანის კონტეინერი? არ ვიცი. ეგ ცეცხლაძეს უნდა გითხო. კარგი, მაშინ მე გეტყვი. ეგ კონტეინერი გონიოს ციხეშია დამალული და შენ ეს მშვენივრად იცი. ცოდნია და მე რაღაც მეკითხები. იმიტომ კი არ გითხე რომ არ ვიცოდი. უბრალოდ მინდოდა გამიგო რამდენად მენდობი. შენ ეთქობა ვერ ხვდები რა ხათაბალაში გაყავით ავი ხო? როგორ უსმენთ? შენი დაცვა გამიჩნდა. გაიგო ინფორმაციაც. იქ არის, ხო? იქ არის. კონკრეტულად რა ადგილას? იმ პატარა შენობაში. მაგრამ მე შიგნით არ ყოფილვარ. ხო, გასაგებია. ესე იგი თანამშრომლობთ. ეგრე გამოდის. ოღონდ მე მყარი გარანტიები მაინც ვჭირდება. რა გარანტიები? რომ ჩემ სიცოცხლე საფრთხე აღარ დაემუქრება. და საერთოდ იქნებ ჯობდა ცეცხლაძეც ჩაგვეყენებინა საქმის კურსში. არავითარ შემთხვევაში. ხოლო რაც შეეხება გარანტიებს, გარანტიები არის. ოღონდ სრული ნდობა უნდა გამომიცხადო. და ყოველი ჩემი თხოვნა უსიტყვოდ შეასრულო. გასაგებია? გასაგებია. დაგიჭირე? ვაიმე, გული გამისკა. დაგისტებო. აბატონო რა? ვინ არის ეს? გაიგეთა ხო მორფი და იალექსი დეთმარს თქვა პიდერასტებო. მაჩოდი კაცო. ეხა დავიბრიდე. აი კეთეთ მორფი და იალექსი დეთმარს თქვა პიდერასტე. ეხო ტაქსია თან ბოინის დაფინე. რაშევი თავო, დაიდი. დაიდი. ვისი ხო აბატონო? ელი აბა ხო რაშურია რა? ნიჭო ესროლი აუტაკა. გაკუთა თათამინი. შეცება. ვის და ესროლო? პიდერასტებო. ეიქე და ესროლო. ვის და ესროლო? ამდენად დადიოდა ვინც ხაკრიშაში. ძრისა დავიჭირე. ხაი ხაჭი. შეშიზაფრენი. შენიომარი ოცხანი. გიჩვენებდა თენსეს. გიჩვენებდა თენს. ცოცხი როგორ ესრო. ვინ იყო ეს თო? არას ოვრას საყვარელი კაცია თმა როგორაა გაწა. მოსახლეობაში პრესტიჟი დავკარგეთ. ეხლა ვინა ვართ ესე იგი ჩვენაა ზარისტები, მორფინისტები და პიდერასტები თო? ასისტლი გაქვს თავზე. სადა? ხوار წავიდე პოლიკლინიკაში და ნემსი ხوار გავიკეთო. რა ნემსი? რა ვიცი იქ რომ გავწოვდი ვერ დედათე როგორ კალი იყო კაცო. გაიგო რა? კაცია. რა? დღეს დილასაც ვიღაც დადიოდა სახურავზეო. კაი კაცო. ო, ვერ გაიგონე? როგორ გავიგონებდი პირდაპირ ყურებში მიბრახუნებდა ცოცხს. მართლა ეგრე თქვა თუ? ხო, ვიღაც დადიოდაო.
გაე, ბაჭიტი მახეში. დაწყი. არ გინერლი. მეორეც კიდე მაღლა ასვლა. არა უშავს, აი ამ სადარბაზოდან ავიდეთ. გაე. სროლა შეჭება აღარა უნდა გავწადო. კიდევ კარგი ვერ გაიგო როგორ ამოვიდეთ. თორე დაფხონცა და ორივეს. საწყალი ომარე? აბა ომარე. ამ გიჟი ქალის ქმარი. აუ, საწოდავიდო. მოკვდებოდა, აბა რა იქნებოდა თო. ამისთანა ხალის ხელში. ოპა. ეზე ვარ გადარჩენილი, თო. რატო? ცხოვრებული დედალიზა მეუბნებოდა. ბიძო, მოიხვანი, ცული, ბიძო. ეს მიშენხლა რო დამეჯერებინა და ეგეთი მიგელა რომ მომეყვანა. მიგელა. მოგავაფრენდი, თო? აბა. რა გაუძლებდა ყოველ დღე ცოცხლით ცემას? აბა. რა გიგულება ამხელა? იმასე. რა გინდა? რა? ჩანაჭი შემოგვიჭირა. ლექსო ფრილად. რატო არ ამოუშვა? რა გააკეთატო? რა გააკეთა დედას ვიცო? აკნა დედას ვიცო? ანუ ამოიშვა, რატო უნდა ბიჭო სახელს დანახო, ამოიშვა, ხო ნახარ გამოდიოდა. ნახირავით მინახო არის ეს. კის კარები რა? ბიჭო, ხო ამოვიდოდა და მაინც დაინახავდა, რა გჭირთ. როასულიყო როგორ დაბედავდეს, მაგრამ ორივეს იარაღი ამას უჭირავს და. როგორც იქნება? ახსენე. შემოდი, შემოდი. ტელეფონში ისეთი ხმა ქონდა, ვიფიქრე რაღაცა მოგივიდა, რა შეესაკ. ძალიან არ გენახლება რამე მომივა თუ არა. ახდება მეცეთ ასეა დამიხსენე. არ იცი არა? სიმღერა. და გათახსიერებული ცინი. ხო, აქ
სექსი სამსახური კადრებია. მაგრამ გივისნაირი ტიპები რომ ხდებიან ნერვები მეშლება ხოლმე. არ არის გივი ცუდი ტიპი. ამიჯერე. აი ჩარტი შევი გადაღებული კასტა და ნახავრა ტიპიც არის. ხო? ეს შეერთებულია? შეერთებულია და თავზე დგას. ასე კარგია? თუ უფრო წინ წამოვიდე. პირიქით, ცოტა უკან გაიწია. კარგად გადამეღია რა გინდა? ასე? კი, კარგია. დავიწყოთ? ოღონდ კამერაში არ იყურებს მე მეყურებ. აშვები? მისტები გააძრო? კულალე? კილერი? ხო? უეჭვალა. აი გააძრო. რა ხდება? მაგარი რამე ხდება. კაი სერია იყო დაიძაბა. შემდეგ სერიამდე ხალხო დალაიქეთ, არხი გამოიწერეთ. ნუ გავიწყდებათ არხის გამოწერა და დალაიქება და მე ნელ-ნელა შემოგთავაზებთ ახალ სერიებს. კარგად.